სიახლეები, რასაც ჩვენ რეალურად გეგმავთ, აუცილებლად მოიცავს ეს ჩემი თავისთვის დავალებად მაქვს მიცემული, რომ 2026 წელს აუცილებლად ჩვენ ჩავატარებთ კონფერენციას. ანუ ჯანდაცვის სტანდარტის ეგიდით ეს იქნება სამედიცინო ჯანდაცვის სისტემებთან დაკავშირებული კონფერენცია, სადაც სწორედ ის ახალი ყოველთვიური რუბრიკის მსგავსად, როცა აქ 2 საათის განმავლობაში შეიკრიბებიან მიმართულებების სამედიცინო და ჯანდაცვის ლიდერები. იქნება ეს, რა ვიცი მე, ონკოლოგია, ჰემატოლოგია, რეპროდუქტოლოგია, რასაც 12 მიმართულება, რასაც ავირჩევთ, ეს იმ დღის განმავლობაში, ერთი დღე იქნება თუ 2 დღე იქნება, ჩვენ დაუთმობთ სხვადასხვა პანელებს, სადაც არა მარტო ჯანდაცვის სტანდარტს, ადამიანები უნდა ჩამოვიდნენ და გააზიარონ. დაახლოებით ეს არ არის ის ფორმატი, რასაც ჩვენი აწუკვე პარტნიორი გინფა აკეთებს, რომლებიც სრულიად სხვა მიმართულებით კონცენტრირდებიან, მაგრამ ჯანდაცვის სტანდარტი იქნება კონკრეტულად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე სხვადასხვა მიმართულებებით, სადაც პანელზე უნდა დასხდნენ აი სწორედ ის ლიდერები და კიდევ დამატებით ჩვენი სტუდიის გარდა გაუზიარონ ეს გამოცდილება. აი გინფაც ახსენეთ და კარგია რომ გინფას ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გახდა ჯანდაცვის სტანდარტი და BMG და ვფიქრობ რომ ეს მომავალში კიდევ განვითარდება და თავისთავად ის იდეაც რომ ჯანდაცვის სტანდარტმა შვა მერე უკვე ახალი ვთქვათ გადაცემა და ვებგვერდი მეტსკრიპტუმი რომელმაც უკვე თავისი გამოხმაურებები აქვს სერიოზული და კარგი, ეს კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გამრავლდება დარწმუნებული ვარ. სხვადასხვა უბრალოდ ბატონო მირან ახსნი რა, წეგან უკავშირზე როცა ვსაუბრობდი, უბრალოდ რაღაცები პროფილურად ვეღარ ეტეოდა ჯანდაცვის სტანდარტის წიაღში. ვერ ეტევა ქრონომეტრაჟულად, იმიტომ რომ არ შეიძლება მაყურებელიც, შენი მსმენელი და მკითხველიც გადაღალო იმაზე მეტ. ამიტომ გაჩნდა სხვა ტიპის ნიშის, ტექნოლოგიურ სხვა ისეთ თემებზე ორიენტირებული პროდუქტი, რომელიც თავისი ნიშიდან აღარ გამოვა. BMG მაინც თუ ფარავს რაღაცა უფრო დიდს და უფრო განსხვავებულს სისტემურ დონეზე, მეტსკრიპტუმი, როგორც მედია პლატფორმა, ტიპიურად სხვა იქნება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის რეალურად საერთაშორისო გახდება, როგორც დღეს უკვე 4 ენაზე არის BMG, აი მეტსკრიპტუმიც გლობალურად ამას აყვება და ჩვენი ინვესტიციაც ჯანდაცვის აი ამ მიმართულებით ალბათ ამითი იყო განპირობებული, რომ მეტსკრიპტუმთან გადავწყვიტეთ ესეთი კონტაქტი და ფაქტიურად ერთნი ვართ უკვე. ნახოთ რა გამოვა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებთ. გარდა იმ თემებისა, რაც მედიაში მოლაპარაკებულები ვართ, რომ ყოველთვიურად აი ამ 2 საათიანი დიდი გადაცემის გარდა, რომელსაც თან ток-შოუს ელემენტიც არის, თან მსჯელობის ელემენტი არის, თან დისკუსიის ელემენტი არის. ფაქტიურად მოვიცავთ ძალიან მნიშვნელოვან სამედიცინო და ჯანდაცვის. მე ვფიქრობ, რომ ამან უნდა გაამართლოს და ამ ტიპის რასაც დავარქმევთ ახლა დისკუსიას. ხო, დისკუსიას. რომლის პრეცედენტიც ასევე არ არის, ბატონო მირან, ჩვენს სივრცეში სადისკუსიო გულისხმობ. არ არის. მე ჯანდაცვის დარგში არ არის, მედიცინის დარგში. მედიცინის დარგში არ არის. და ალბათ კარგი იქნება თავარი ისეთი დარგების, როგორც არის კარდიოლოგია, ონკოლოგია, ჰემატოლოგია, ყველა და ინფექციური დაავადებები ესენი, ალბათ 12 მიმართულება ერთი იმედია რომ ამას დავაორგანიზებთ. და კიდევ ერთი თემა, რაც ჩვენი გეგმებიდან ალბათ ღირს უკვე ვახსენოთ, როგორც ანუ 2 თემა შეიძლება იყოს. მეორეზე მცდელობას არ დავაკლებთ ყოველ შემთხვევაში. მინდა რომ BMG-ის მაყურებელმა იცოდეს, რომ ძალიან სიფრთხილით ვკითხე ბატონ ამირანს საქართველოში არსებულ კლინიკებთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა რომ მათი სტანდარტის ასე ვთქვათ ისტორიების მოყოლა გამოიკვეთა ცალსახად 2 ათეულამდე მინიმუმ ესეთი კლინიკა, რომელზეც შეიძლება სწორება და თქმა თავის შესაბამისი საერთაშორისო შეფასებები და ყველაფერი და თვეში ერთხელ ასევე ჩვენ ამ ტიპის კლინიკებს თავისი შესაბამისი დასაბუთებებით, ექსპერტიზებით წარმოვადგენთ და ხო გვექნება მინიმუმ ყოველკვარტალურად ცდილობა, რომ მოვყვეთ იმ არაჩვეულებრივი ისტორიების შესახებ, რომელიც საქართველოს მედიცინის და ჯანდაცვის საფუძვლებს და ისტორიას უკავშირდება და რას გულისხმობ. მადლობა ღმერთს, საქართველოში არის ეგრეთ წოდებული მემკვიდრეობითი გვარობრივი მიმართებები, დინასტიები,
სამედიცინო დინასტიები, რომელიც ძირითადად საქართველოშია, მაგრამ უკვე უცხოეთშიც მოიქცია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ისტორიებს შემთხვევაში ვცადოთ უნდა და მე მგონი კი, რომ ეს საინტერესო იქნება. ლეგენდები რეალობად ვაქციოთ და ვაჩვენოთ ადამიანებს ის გვარები და სახელები, რომლებიც დებენ ამ სტანდარტს, უმაღლეს სტანდარტს საქართველოს მედიცინაში. აი ეს არის. ეს იქნება სტანდარტი 2026. ეს იქნება სტანდარტი 2026-ში. ოღონდ იმ დათქმით ერთად დავიწყე. თქვენ ისნებართვით, რომ ჯანდაცვის სტანდარტი, რომელიც შედგა არასრული 1 წლის არის და ეს არის ალბათ საუკეთესო შედეგი სატელევიზიო პროექტისთვის, რაც კი შეიძლება იყოს ამ არასრული 1 წლის განმავლობაში, არის ცოცხალი ორგანიზმი და ის პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც რეალურად ბაზარზე ხდება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გეგმებზე ვთქვათ, რაც ვაპირებთ, მაგრამ შეიძლება რაღაცა დაგვემატოს, რაღაცა მოუვაკალდეს და ესე გავაგრძელებთ მომავალშიც.